გამარჯობა მეგობრებო, დღეს აილაზე Ardbegis distilleriaში ვიმოგზაურებთ. მოვედით უკვე distilleriasთან, ფეხით ვიარეთ. მოვედით ლაგაუნის distillery-დან დაახლოებით 2 კილომეტრი იყო ფეხით სასიარულო. და ზომა მასშტაბები ნახეთ Ardbegis distillery-ის, აი წარმოუდგენელად უზარმაზარი distillery არის, თავისი ძალიან დიდი warehouse-ებით, სადაც კასრები ინახება. იმიტომ არის ყოველ კვირა რომ ახალ რილზებს უშვებენ, ალბათ არიციან საწაიღონეს ამდენი ვისკი. ძალიან ცხელა აილაზე. არასავისკი ამინდია, სექტემბრის ბოლო დღეებია და მზე არანაირი ნიავი და ძალიან სიცხელა, რა ვიცი 1-22 გრადუსი, რა ვიცი ძალიან სიცხე არის. მოკლედ გავოფლიანდი, არასავისკე განწყობაზე ვარ, მაგრამ ტური გვაქვს. ზუსტად არ ვიცი რას მოგვატარებენ, შეგინთ კასრებს გვანახებენ თუ მარტო რაღაც პროცეს დისტილაციის თუ რას, მოკლედ ტურს მოვივლით, ვეცდები ჩავწერო ეს ტური თუ არ ამიგრძალეს და ბოლოს სამი ვისკის დეგუსტაცია, კორენჯის დეგუსტაციები იქნება ვიბისტი 5 წლიანი, 10 წლიანი სტანდარტული კლასიკი და ან ოა, რომელიღაცა შერის კასრშია დაზოლებული, მანზანილა თუ არ ვცდები. და მე ვნახოთ უკვე ბარი და მაღაზია, ბარში იმედია რაღაცა ლიმიტირებული Ardbegis იქნება და იმათ გავსინჯავ. და საჭმელების აი როგორც ვიცი რაღაცა Ardbegში საინტერესო. ეგენიც ვნახოთ. წავედით. შემოვედით distillery-ის ტერიტორიაზე. აი ეს არის საცავები, იგივე warehouse-ი. გამოტანილია კასრები, გამოსაწვავად ალბათ, ნახმარი კასრები და აქეთ უკვე არის ცენტრალური შესასვლელი, ცნობილი უზარმაზარი Ardbegis ფოთსტილი, საიდანაც შევდივართ შიგნით Ardbegში. წამოდით შევიდეთ. ეხლა ხან სხვაშორის სულ 1-2 კვირის წინ გაიხსნა Ardbegis სახლი, სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ 12 ნომერია და შეგიძლიათ დარჩეთ შიგნით. ასევე აქვთ მაგარი სადილი, 3 სხვადასხვა კერძი მოაქვთ. ამ სადილის აღება მინდოდა, მაგრამ დასწრებაზე იყო მოკლედ და ვერ მოვასწარი. იქიდან ამთავრ შესული, წამოდით შევიდეთ. აუ ძალიან ცხელა. მაიამია თუ რა არის ვერ გავიგე. მოვედით. ეს ჩვენი Ardbegis distillery-ა, აქ ესე სასურათე სივრცე ფოთსტილთან. აი რა მხელა. ვიზიტორების ცენტრი არის იქით. ხო, აი აქ ფოთსტილის უკან Ardbegis მანქანა დგას, სადაც უკვე შეგიძლიათ მიირთვათ საჭმელი. ჩვენ ტურის მერე შევივლით, იმიტომ რომ გვეშიება. დალევის შემდეგ რაღაცა როგორც ამბობენ ძალიან საინტერესო წვნიანი აქვთ. ნახოთ თუ არის მართლა და გავსინჯავთ. კაი, წავედით ახლა ვიზიტორ ცენტრში და ნელ-ნელა მოვემზადოთ ტურისთვის. So, has anyone been here before? No one? Really? I can tell you anything. So, Ardbeg has got a really long history. We were legally established in 1815. That's when the excise men came over to Ireland and demanded some tax money from us. However, we're producing whiskey a lot longer than that.
We were established by a family called the McDougals, and they were farmers, and they decided if they were going to have to pay their duty, they were going to turn us into one of the biggest distilleries here in Islay. So we had over 200 people here in Ardbeg, which is really hard to imagine, as today there's only 15 full-time residents who still live here. If you look at this picture here, you can see some of the scale of the place. We had our own school, shop, post office, football team and a Gaelic choir. So it was a self-sufficient little community. Out of the 200 villagers who lived here, 60 of them were men, so they were naturally in production. Production back then isn't anything at all like it is today. Production back then was farming the grounds, it was cutting the peats by hand, transporting it down by horse and cart, building the distillery, building the cask, exporting the cask, stoking the fires, everything was done here on site by hand. And they passed us on throughout their family for well over 100 years, until the 1970s. In the 1970s, we were bought over by a Canadian company called Hiram Walker. When they bought us, the whisky industry was booming. However, a handful of years later, it started to decline. გამოხდის პროცესზე მოგვიყვანეს ახლა. Distillacიის დარბაზში რო შეგვიყვანეს, გაგვიხსნეს ეს გრანდიოზული კედელი ფანჯარა და გვაჩვენეს, რომ აი იქით ბოლოში ჩანს ჩრდილოეთ ირლანდიის უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი სახელად Giant's Causeway. თუ ჩვენი დისტილერიების ტურის პირველი ვიდეო გინახავთ, სადაც ბუშმილსის დისტილერიაში ვიყავით, ვიდეოს ბოლოში გაჩვენეს სწორედ ეს Giant's Causeway, სადაც გითხარით, რომ აი ოკეანის გადაღმა ჩანდა უკვე აილას კუნძული და ეს სწორედ ერთმანეთს უყურებს ფაქტიურად Ardbegis distilleria am შემთხვევაში და Giant's Causeway-ის სანაპირო ქალაქ ბუშმილსში. ეხლა გავსინჯავთ. White Dogs. Კასრის გარეშე გამოხდულ სპირტს Ardbegისას. We get low wine. So in the wash cell we're putting a total of 23,000 litres of unique spirit. Okay. Όλს მაინტერესებდა White Dog-ის გასინჯვა და Ardbegis გავსინჯე. We run this up for 5 hours. It goes through this little filter here to the off-side. არანაირი კავშირი სკვირზე ვისკისთან არ აქვს. ტორფიც თითქმის არ არის. გრაპას გავს რაღაცა მოტკბო ყურძნის სპირტს გავს რატომღაც ჩემთვის. ვონა. After 5 hours in this cup, the salmon switches it over to here for food, which is too low in alcohol. We run this cup for 4.5 hours. ეს ვისკი არ არის. From 60% right down to 1. You can never get below 1. დაწყების წინ გაგვესინჯეს smoky versi welcome drink-ად, committee release-ი. ეხლა გაგვესინჯეს ეს White Dog-ი და კიდე ორი უნდა გავსინჯო სადაგზად. This one's for sure, however. This is called Tri-Van. Thank you. წლიანი არის მესამე ბოთლი, რომელსაც გვასინჯებენ. ეს სიურპრიზია, ნამდვილად არ ვიმდი. რაც მაგასინჯული 19 წლიანი Ardbegi და ახლა რამდენი დამისხეს. მაგავსინჯოთ. ძალიან კაი, ოლოროსოში არის დაძველებული, დაფინიშებული ფესტივალი. მესამე თუ 19-იანია, ბოლო რა იქნება?
ნახოთ. ეხლა ვკითხე ჩვენს ანუ ამ მაშინ white dog-ში ან new make spirit რაც არის. ტოლფს არ თარიღო. ესო master blender-ისთვის იყო ეს გაკეთებული, რაც ჩამოგისხითო, გაყონილი იყო 20 გრადუსზეო წყლითო. სპირტი. იმიტომ განეიტრალებული იყო ყველაფერიო და ვერ იბრძენია. ისევ შეგოვლიანია. Is it only double task? So there's a lot of colour coming from that side. 그래서 지금 어떤 거는 이것을 좋아하는 ყველაფერია. ოლოროსოს კასრებიც არის. შერის კასრები მომავალი ექსპერიმენტებისთვის ალბათ. First, and then they realised the logistics of it. They're not. The man who came in for the აი ასე გამოიყურება არგბეგის ერთ-ერთი სტატავი კასრების. ძალიან ბევრი 5-6 წელი აქ არის და კიდე სხვა ადგილებშიც ქონიათ და აქ არასხამენ ბოთლებში საერთოდ. თუმცა ედინბურგში მივხვდი, ედინბურგში ხომენ. ან კასრები მივხვდი ედინბურგში და იქ ასხამენ. არა, ქარხანა რო ბოთლში ჩაასხამენ კასრები. ეხლა ტური დამთავრდა და მივდივართ უკვე ბარში, სადაც დაგვალევნებენ distillery exclusive ახალ გამოშვებულ homecoming კასრის სიძლიერის არბებს, რომელიც მხოლოდ distillery-ში შეიძლება კაცზე ადამიანზე 2 ბოთლი მხოლოდ 120 ფუნტებს უკვე გავსინჯავ და ვნახოთ ღირსვარა შეძენა თუ გემრიელი იქნება ალბათ წამოვიდეთ, იმიტომ რომ სხვაგან ამას დაგეშვი. მოკლედ დღევანდელი ტურის ბოლო დრამი homecoming-ი, რომელიც არის ერთადერთი გამოშვებული ლიმიტირებული არბეგი, რომელსაც მხოლოდ აქტივისტებს შეიძლება. ეს არის ლონდონის კასრი და შემდეგ დაფინიშებული რომის კასრში. ესეთი არბეგი თუ არ სწორ პირველად გამოუშვეს, მე არ მახსენდება რომ რომის კასრი არბეგი homecoming ქვია. აჩვენებთ. ეს არის homecoming. აუქციონებზე საკმაოდ ძვირი არის, 300 ფუნტს გაცდა და აქ 120 ფუნტი ეცდა. ჩამოეთ არბეგში და იყიდეს. ალბათ შევიძენ, იმიტომ რომ ლიმიტირებულია ძალიან და იშვიათია და ნახოთ რა. ცხვირზე კარგია.
ცოტა უხეშია, რომის სუნი ძალიან ძაფად დაკავს შორის. აი ეს რაღაცა შაქრის ლერწმის უხეში მოტკბო სუნი. აბა გემოზონახთ. კასრის სიძლიერე არის და 46.1 გრადუსი. აბა Your driver's tech. Amazing, thanks so much. Sorry. it's okay. კაია. უხეშია ძალიან. მაგრამ თან რაღაცა მოგ რომი მაგრა ეთყობა რა. ეშვიათად რომის კასრის ვისკი მომეწონოს და ამას მაგრა ეთყობა რომი. აი წამიქაც მოხდრებია. Sorry. აქ ბოთლებში მეტი ისეთი განსაკუთრებული, 25-იანები და 1 წელი სინგლ კასკი სუდევთ რაღაცა. 19-იანები, ევრიკა, smoke trails-ები და ანტოლოგია რა. და აი ეს აღარ გამოდის რომ იძახის ხალხი. რა არ გამოდის აგერ ყრია დისტილერიაში 8 წლიანი დისკაშენი და 50 ფუნტი ღირს თან ძალიან იაფი. და ახლა მაღაზიაში ვნახოთ რა ხდება. მაღაზიაში ესენი არის უყვარს ვნახეთ სტიკერები სხვადასხვანაირი არტბეგის ტანსასმელზე მისაკრები აქედან არის იმასავით ნაჭერებით რა ვიცი მაგნიტები მოკლედ მაღაზია ზოგადად ყველგან ერთნაირია რა ერთ და იგივე რაღაცები იყიდება ციგნები არის ძალიან ბევრი აილას ვისკის შესახებ ტანსასმელი და ჭიქები ეგრევე ეგ მაღაზია ხო კიდევ ერთი კარგი პლუსი ის არის რომ ტურში თუ მონაწილეობთ და ბილეთს რო შეიძენთ ხო ბილეთი უნდა ანახოთ მაღაზიაში რამის ყიდვის დროს და 5 ფუნტი აკლდება ფას თუ შეიძენთ ოღონდ 40 ფუნტზე უფრო ძვირიან რამეს აი ესეთი არის ბილეთი და აი 5 ფუნტიანი ვაუჩერი რომელსაც აჩვენებს და 40 ფუნტიან რაღაცას მოგცემენ 35 ფუნტად ეს პლუსი არის რა თქმა უნდა ორი ბილეთი 10 ფუნტი ეგ არის ეხლა როგორც დაგპირდით ძალიან მომშივდა და რაღაცას შევჭამთ და შიგნით არტბეგის ტერიტორიაზე და იმედია რაღაცა არტბეგიანი რაღაცები იქნება და თუ არტბეგიანი იქნება და კავშირი იქნება ვისკისთან მაგასაც შემოგთავაზებთ. მაგრამ კიდე ერთი კაი ამბავი რომ სულ ყველას ვისკის ვიყავით ტურში აი ეს ძალიან მაგარი სადეგუსტაციო ჭიქა არტბეგის გვაჩუკეს. მოკლედ მაქსიმალურ სიამოვნება მივიღე არტბეგისგან ისეთი ვისკები გამასინჯეს დეგუსტაციაზე რომ საერთოდ არ ველოდი ტურში შედიოდა როგორც რატურიც ავიღე შედიოდა შიგნით 5 წლიანი ვიბისტი 10 წლიანი სტანდარტული არტბეგი და ანოა უასაკო და გამასინჯეს ორი კომიტ რილიზი გამასინჯეს New Make Spirit გამასინჯეს 19 წლიანი არტბეგი და ბოლოს უკვე Homecoming-ი ეს დისტილერიის ექსკლუზივი ბოლოს აგერ აქ არტბეგის მანქანასთან მოვედი და ხო ჭიქას მაჩუქეს როგორც გითხარით და არტბეგის მანქანასთან მოვედი და არტბეგის წვნიანი არტბეგის კარტოფილი ახლა გავსინჯავ და რავი ალბათ რაღაც არტბეგის არომატიც იქნება სულ დაждდა ორი წვნიანი და კარტოფილი დაждდა სულ 13 ფუნტი ძალიან მაგარია რა ყველას გირჩევთ არტბეგში მოსვლას მოკლედ და ტურის აღებას ძალიან ვისიამოვნე გამოიწერეთ არხი გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი აბა ჰე